გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. მოდით დღეს გერმანულ ენაში ვისწავლოთ რამდენიმე ახალი სიტყვა და წინადადება. ნახეთ, პირველ რიგში მოდით დავიწყოთ თუ როგორ არის გერმანულად სად ხარ შენ, სად არის ის. სად ხარ შენ გერმანულად ეს არის wo bist du? Wo bist du? ანუ სად ხარ შენ. და ახლა როგორ იქნება სად არის ის? ეს იქნება wo ist er? An wo ist sie? An wo ist es? ნახეთ გერმანულად ის ეს არის er, sie, es. Er მამრობითი სქესია, sie მდედრობითი სქესია, es საშუალო სქესია. სამივე ეს ნაცვალსახელი ითარგმნება როგორც ის. ამიტომაც სად არის ის? ან იქნება wo ist er? An wo ist sie? An wo ist es? პირის ნაცვალსახელები გახსოვთ ხომ? თუ არ გახსოვთ, მოდით გავიმეოროთ პირის ნაცვალსახელები. მე გერმანულად არის ich. Ich. შენ du. Du. ის. როგორ არის ის? Er, sie, es. და გითხარით რომ er მამრობითი სქესია, sie მდედრობითი სქესია, es საშუალო სქესია. ჩვენ გერმანულად არის wir. Wir. თქვენ ოღონდ მრავლობითში გერმანულად არის ihr. Ihr. ისინი გერმანულად არის sie. Sie და კიდევ გვაქვს თქვენ, რომელიც არის თავაზიანი ფორმა და ესეც არის sie, რომელიც ყოველთვის იწერება დიდი ასოთი. ამას არ აქვს მნიშვნელობა წინადადებაში სად იქნება გამოყენებული, ანუ წინადადების თავში, შუაში თუ ბოლოში. ეს ნაცვალსახელი ყოველთვის იწერება დიდი ასოთი sie და ითარგმნება როგორც თქვენ. ბარემ მოდით sein, ანუ ყოფნა, ამ ზმნის უღლებაც გავიხსენოთ. ნახეთ გერმანულად მე ვარ. ეს არის ich bin. Ich bin, მე ვარ. შენ ხარ, du bist. Du bist. ის არის. Er ist. Sie ist. Es ist. ანუ ის არის. ჩვენ ვართ. Wir sind. Wir sind. თქვენ ხართ. Ihr seid და ეს არის მრავლობითი. Ihr seid. ისინი არიან. Sie sind. Sie sind და ასევე თავაზიანი. თქვენ ბრძანდებით. ეს არის Sie sind. Sie sind. ნახეთ, დაიმახსოვრეთ, რომ კითხვით წინადადებაში ზმნა გადმოდის წინ. მაგალითად, შენ ხარ. გერმანულად ეს არის du bist. Du bist. მაგრამ წეღან ჩვენ ვისწავლეთ ხომ სად ხარ შენ? და ეს იყო კითხვითი წინადადება. როგორ ვისწავლეთ? Wo bist du? Wo bist du? როგორც ხედავთ, du bist კი არა, bist du გამოვიყენეთ, ანუ ზმნა წინ გადმოვიდა. რადგან ეს არის კითხვითი წინადადება. ესე იგი დაიმახსოვრეთ, კითხვით წინადებაში ზმნა გადმოდის სუბიექტის წინ. ასევე, სად არის ის? Wo ist
eher ვისწავლეთ, ხო? მაგრამ ის არის გერმანულად არის er ist. Er ist. ამ წინადადებაში ist eher გამოვიყენეთ, რადგან ეს არის კითხვითი წინადადება. ახლა კი მოდით გადავიდეთ სხვა სიტყვებზე და ვისწავლოთ სხვა რამდენიმე ახალი სიტყვა. ნახეთ, ქალაქი გერმანულად არის die Stadt. Die Stadt, ქალაქი. ქალაქში გერმანულად არის in der Stadt. In der Stadt, ანუ ქალაქში. მე ვარ ქალაქში. Ich bin in der Stadt. Ich bin in der Stadt. ან ის არის ქალაქში. Er ist in der Stadt. ან er ist არა. გამოვიყენოთ sie ist in der Stadt. ან es ist in der Stadt. გერმანულად პარიკმახერი არის der Friseur. ეს არის პარიკმახერი კაცი, der Friseur. ან die Friseurin. Die Friseurin. ეს არის პარიკმახერი ქალი. პარიკმახერთან როდესაც der Friseur, ანუ კაცზე გვაქვს საუბარი, იქნება beim Friseur. Beim Friseur. Beim გახსოვთ რისი შემოკლებული ფორმაა? Bei dem. ამ ორის შემოკლებული ფორმაა beim. ესე იგი პარიკმახერთან იქნება beim Friseur. როდესაც ქალზე გვაქვს საუბარი, პარიკმახერი ქალი როგორ არის? Die Friseurin და პარიკმახერთან ამ შემთხვევაში იქნება bei der Friseurin. Bei der Friseurin. მე ვარ პარიკმახერთან გერმანულად იქნება ich bin beim Friseur. Ich bin beim Friseur. ან ich bin bei der Friseurin. Ich bin bei der Friseurin. გერმანულად საცურაო აუზი არის das Schwimmbad. Das Schwimmbad. ნახეთ, საცურაო აუზში გერმანულად არის im Schwimmbad. Im Schwimmbad. და მე ვარ აუზში იქნება ich bin im Schwimmbad. Ich bin im Schwimmbad. ან სახლში. სახლში გერმანულად არის zu Hause. Zu Hause. მე ვარ სახლში. Ich bin zu Hause. Ich bin zu Hause. ან ის არის სახლში იქნება er ist zu Hause. ან sie ist zu Hause. ან es ist zu Hause. ახლა ვისწავლოთ სად მიდიხარ შენ და სად მიდის ის. ნახეთ, სად მიდიხარ შენ გერმანულად არის wohin gehst du. Wohin gehst du? ანუ სად მიდიხარ შენ და სად მიდის ის გერმანულად არის wohin geht er. ან sie. ან es. Wohin geht er. ანუ სად მიდის ის. მე მივდივარ გერმანულად არის ich gehe. Ich gehe. მე მივდივარ. მე მივდივარ ბანკში. Ich gehe zur Bank. Ich gehe zur Bank. მე მივდივარ ბანკში. მე მივდივარ თბილისში. Ich gehe nach Tbilisi. Ich gehe nach Tbilisi. დაიმახსოვრეთ, ქალაქების წინ გამოიყენება nach. Ich gehe nach Batumi. მე მივდივარ ბათუმში. ასევე, როდესაც ვამბობთ, მე მივდივარ სახლში, ამ შემთხვევაშიც გამოიყენება nach წინდებული nach და მე მივდივარ სახლში გერმანულად იქნება ich gehe nach Hause.
Ich gehe nach Hause. ანუ მე მივდივარ სახლში. ახლა როგორ იქნება ის მიდის? ის მიდის გერმანულად იქნება er geht, an sie geht, an es geht. ის მიდის ბანკში. Er geht zur Bank. Er geht zur Bank. ის მიდის თბილისში. Er geht nach Tbilisi. Er geht nach Tbilisi. ის მიდის სახლში. Er geht nach Hause. Er geht nach Hause.